მიმდინარე წლის 21 მარტს ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს. მოთხოვნა ყველას მოგეხსენებათ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. სრულიად საქართველოს სახალხოს დარბაზი 19 მარტს 12 საათზე შევიკრიბებით ფილარმონიასთან და მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გავმართავთ აქციას. სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა გამოვაცხადებთ დასაბუთებულად, არგუმენტირებულად დავამტკიცებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. მან ქვეყანა მიიყვანა სრულ პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ სტაგნაციამდე. აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათ დემოკრატიული, ცივილური ფორმით გამოუცხადეს უნდობლობა და უთხრეს არა. მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობა ძალადობს, ეს მათი ჩვეული მეთოდია და დაჟინებით აცხადებენ, რომ ყველა ფორმით შეძლებენ მთავრობის გადაყენებას და ყველა ფორმით შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას. მათ შორის აცხადებს გივი თარგამაძე, მათ შორის მიტინგების და საპარლამენტო გზით. მათ შორის, ანუ მიტინგებისა და საპარლამენტო გზის გარდა, მას ის გულისხმობს ძალადობრივ გზას. სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი ასევე საბოლოო გამაფრთხილებელ წერილს გაუგზავნის ნაციონალურ მოძრაობას, რომ თუ მათი ქმედებები ერთი ნაბიჯითაც კი გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი და ადეკვატური რეაქცია და ვიმოქმედებთ შესაბამისად. ასევე საბოლოო გამაფრთხილებელ წერილიც გაუგზავნით ნაციონალურ მოძრაობას. ამ წერილის ტექსტი გაჟღერდება 19-ში პარლამენტის წინ აქციაზე. ალბათ სავარაუდოდ უკვე პირველი საათისთვის ჩვენი მსვლელობით 12 საათზე დავიწყებთ მსვლელობას ფილარმონიიდან. სავარაუდოდ პირველის ნახევარზე სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი პარლამენტის წინ ამ წერილს და თავის განცხადებას გააკეთებს. განცხადებას, რომ ჩვენ არგუმენტირებულად, დასაბუთებულად დავამტკიცებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის არც პოლიტიკური ძალა და არც კრიმინალები, ესენი არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები. და ამას კი, შეიძლება ჩვენ 19-ში ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ შეიძლება შემოგვიერთდეს სხვადასხვა არასამთავრობო არა, ნუ ძალიან ბევრს აქვს სურვილი და მთლიანად მთელი დრო შემოგვიერთდეს და ალბათ ესეც მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი აიქნება გათვალისწინებული, ამით ფერანო ზონების მოხდეს გეკმოთ, პრეზიდენტად გამოთქვამს. დიახ, ჩვენ 21 მარტს ყურად დაველოდებით მათ ქმედებებს, ყურადღებით ვადევნებთ თვალს და თუ კი ვაცხადებთ კიდევ, რომ თუ კი მათი ქმედება ერთი ნაბიჯითაც კი გაცდა სამართლებრივ ჩარჩოებს, ჩვენ გვექნება მთელ ერს, არა მარტო სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი, საქართველოს მოსახლეობა თქვენ ხედავთ აღშფოთებულია, იმიტომ რომ უკვე მოსახლეობის მოთმინებას საზღვარი ხომ აქვს, ამათი უტიფარი, აღვირახსნილი განცხადებებით, ამათი ძალადობრივი მეთოდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეუბნება საქართველოს მოსახლეობა, რომ არ გვინდა და გიცხადეთ უნდობლობას, ესენი მაინც იმეორებენ, რომ ჩვენ მაინც მოვალთ ყველა მეთოდით. და დღეს თუ იქნება მათი მხრიდან ძალადობრივი მეთოდი გამოყენებული, ადეკვატური პასუხი იქნება სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზიდან მთლიანად ქართული ერისგან. პოლიტიკა რინგი არ არის, ახლა რომ ცხენპირი დაუმტვრიონ და ისე გავაგებინოთ, რომ არ გვინდა და უარს ეუბნება საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკურად არჩევნების გზით დემოკრატიული ფორმით უთხრა საქართველოს მოსახლეობამ, მათ არა და გამოუცხადა უნდობლობა. და ხა მეტი რა ფორმით შეიძლება, რომ როგორ შეიძლება გავაგებინოთ მათ, რომ მიუღებელი არის საქართველოს მოსახლეობისთვის მათი არათუ პოლიტიკური მოღვაწეობა, საერთოდ მათი ყველა ქმედება. ეხლა პოლიტიკური მოღვაწეობა არც არასდროს თქვენ მოგეხსენებათ, ეხლა გუშინ ნიკა რურუამ რაღაც ივერია შექმნა პოლიტიკური პარტია, ეს ნიკა რურუა მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ იცის, ვინც იყო ყოფილი მხედრიონელი, ვერისაძმოს წევრი, მიხეილ სააკაშვილის ჩაუბნელი საქმეების შემსრულებელი, ვითომ და ინტელექტ აქტუალად მოაქვს თავი და ამ ინტელექტის უკან მისი პირსისხლიანი მოღვაწეობა იმალება და ესეთი ადამიანებს იკრებდა მიხეილ სააკაშვილი ირგვლივ, რომ შემდეგ ეს
რომ დარბევები იყო თუ მკვლელობები იყო, ამათ შემსრულებელი ხომ მიუნდოდათ. და ესეთი ნიკა რურუას მსგავსი, გივით არგამაძის მსგავსი, გიგა ბოკერიას მსგავსი, გივით არგამაძე სპორტულ ფედერაციებში დაბრძანდება და ყოფილ ზონდერებს, ვინც დარბევებში იღებდა მონაწილეობას, მათ მობილიზაციას ახდენს. ნიკა რურუა ყოფილ მხედრიონელების მობილიზაციას ახდენს და ემზადებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის და ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ჩვენ ველოდებით სამართალდამცავ სტრუქტურებს და მიმართავთ, რომ ყველა ზომები იქნას გამოყენებული. თუ კი მათი მხრიდან იქნება ძალადობა, ძალადობითვე უნდა უპასუხო. აბა ეს ადამიანები ცივილურმა დამოკიდებულებამ ამ დაჯგუფებასთან თუ მიხეილ სააკაშვილის ხროვასთან შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ყველა ქმედება არის ქვეყანაში არეულობის, ქაოსის, დაპირისპირების და სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევი. მათი მოღვაწეობა ხაზ არ ვიცი, როგორ შეიძლება შეფასდეს. სხვაგვარად, პოლიტიკური შეფასება არ შეიძლება მათ მიეცეს, ესენი არიან დამნაშავე კრიმინალურ რეციდივისტთა ხროვა, რომელიც აუცილებლად უნდა აილაგმოს. ის სისხლის სამართლის დამნაშავეები სასწრაფოდ იქნენ დაჭერდა პასუხისგებაში მიცემული, მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და ამათზე დაიწყოს მოკვლევა მათ მიერ ჩადენილი 1000 გვარ უდანაშაულობებთან დაკავშირებით. დაიწყოს გამოძიება.